Achi Kiknavelidze. Როგორ ახარაჩი? არა მიხს თქო როგორ ახავთ გილოცავს. შეიძლება ჩას რომ იმართო თქვენი სიტყვით. საყვარელი ცხოველი უწერია ამ ანკეტაში მეზობლის პუდელი. ეგ არის ძაღლი. ეს ისე რომ იცოდე. ხო და საყვარელი სარძელო არ უსვავ. საყვარელ სარძელოს არ სვავ თუ საერთოდ არ სვავ. ზოგადად არ სვავ და თუ მოვიგებ თანხასო, აქვს ნათქვამი რომ ესე იგი ჩემს ძმაკაც ჩაუსვავ წინა ორ კბილს. თუ მოიგებ რომელიც თვითონ ამოვიდა 50 ლარზე მეტი უნდა მოიგო რომ ჩაუსვავ ორი კბილი, ხო? თუ 50 ლარზე გაძვირდა ხფასები და ჩაის თუ დაალევი ორი კბილი რო აქვს, ხო? ისე ეს ორი კბილი ჩაუსვავ წინა ორ კბილს, კიდე აკლია კბილები თუ შენ გაგ ორი კბილი. რამდენი აკლია საერთოდ? ზოგადად არ ვიცი და კბილი 2. ორი აკლია თქვენს ძმაკაც, ხო? ეს საღეჭები უკანა აქვს, ხო, კარგი? კი. კი, ზე კარგია, მთავარი ეგ არის. აჩ შეიძლება გაგვახსენოთ, წინაზე რამდენი მოიგე? 400. 400 ლარი. ნუ დღეს შანსია რომ გავზარდოთ და გახდეს 1000 ლარი. მზად ვარ? იქნება ცუდი. არ იქნება, ურიგო. კი ბატონო. მაშინ 1 2 3 პირველ ხუმრობაზე არ გეგეცინებათ და მეორედ დავიწყე პირდაპირ. ქუთაისლებმა ჭიაკოკონობაზე ეშმაკის ბორბალი დაწვეს. დაექსტაზებულმა მესაფლავემ საფლავი მხელაზე გათხარა ნავთობმა ამოასხა. ქუთაისში წრიული ზღოლს იმხელა მაგნიტია რკინის ნივთებიანი მგზავრები თავის სტადიან ავტობუსში. ჩემი მეზობლის ბავშვი ყურებ ისი აქვს დაკვარკვალებული დედამისი ტრუბოჩკა ნამცხრის ფიგურა. დაკვარკვალებული. და მერე ჩაიწერე. მაგის ის შეგიძლია ფინალგა ტრუბოჩკა ნამცხრით? რა, ისე აქვს დაკვარკვალებული ფიგურებად იყე. აგერ ის თვარი და არა მანამდე იყო სასაცილო უბრალოდ პირველი კარგი ხუმრობა იყო. ნელ-ნელა იმამდე რომ გაგვეციან. კარგია. კარგი, წვილა შეცდირო დაკვარკვალებული ყურები. აპლოდისმენტები მეგობრებო 50 ლარი და კარგია. რაც უნდა ვაგრძელებ. კი ბატონო. 3 2 1 ილო ცეძილის წინ დეზდემონა ეს ფრაზა ისია ყელში ამოსული დეზდემონა მონაზვნად აღიკვეცა. სამტრედიელი მამაო გეი 17 მაის ველოსიპედის გამით მისდევდა. ხორცილში სიძემ ჰაერი ისე გააფუჭა დედოფალი ახლაც აპარაძია შეერთებული. ვანომერაბიშვილი იმდენჯერ იყო სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბოქში მოუნათლა. გასვენებაში მტარი ისიაცეკვე ჩერტკოვმა 10-იანი უწია. ქუთაისელმა გოგომ ქალიშვილობა დაკარგა, მაგრამ მალევე იპოვა. ბანკში იყო პირადობებთან ერთად გაკვეხებული. აერია საბუთებში აერია. მანამდეც გამეცინა ხო. კარგია, 100 ლარი შენია. დღეს 1000 უნდა მოიგო, 400-ზე აღარ გაჩერდე. გული მიგზნობს, ესეც იქნება 1 2 და 3. განცხადება ქუთაისის ღამის კლუბს აფსეთს ესაჭიროება სპირტი და ზელიონგა. მეორე განცხადება სილამაზის სალონ გვირილას ესაჭიროება არ ესაჭიროება ესაჭიროება ახალი თანამშრომელი. ქუთაისელი გოგო დისკოტეკაზე დაქალის გარეშე წევიდა ტუალეტში და მანქანამ გეიტანა. ქუჩის ტუალეტის მოლარე შეუძლია სუთქო 2 საათი შეიკავოს. ქუთაისელმა ქალმა საბერძნეთში იმდენი ფული იშოვა წელში გამართულ იფსამს. ისიც კარგი იყო. მე მოლარედან დამეწყო. მოლარედან დამეწყო, კარგი იყო. კარგია. ძალიან კარგი 200 ლარი უკვე. 200 ლარი შენია. რა თქმა უნდა ვაგრძელებ. კი ბატონო. აბა ვნახოთ. 3 2 1 ბაბუა ჩემი სახლიდან თეთრი კვამლი ამოდის. ბებია ჩემა პაპი აირჩია. მის ქუთაის იმნაილი მოკლე ფეხები აქვს შნურუკებს წელში გამართული იკრავს. გრიპიანმა პაციენტმა შემთხვევით ექსტაზის ტაბლეტი დალია და 5 საათი საკუთარ ხველებაზეც ეკვავდა. ქუთაისის ტორპედოს თამაშზე ისე ცოტა ხალხი მევდა საჯები ერთმანეთს აგინებდნენ. გორელმა სუეცკმა ყველა ვაშლი ჩაკვიჩა და ისე წაიღო ბაზარზე გასაყიდად. 160 წლის სტრიპტიზი ორი ქალის ტრუსიკში ფარნავაზ მეფის მონეტა აღმოაჩინეს. ჩემი მეზობლის გოგო ტუალეტში აიფონით ფოტოებს იღებდა და ტუჩები კარებში მეეტნა. აგი რა ქვია. ჩემი მეზობლის ბავშვი ნაირი მახინჯია აი არა უშავს. მან დაამთავრე. ვაკელის პუდელი ფიქრობს რომ დაქალთან ერთად ცხოვრობს. ქუთაისში თეთრიძე იმნაირმა მაგარმა გოგომ გეიარა პიკასოს ბიჭმა ტრუსიკს ამჯერ გამოიცვალა. ქუთაისელს აიფონ 5 ტუალეტში ჩაუვარდა და ხელის სიგრძე 15 საათი. აი მე ძალიან ბევრი ვიცინე, ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან ბევრი.
ცოტა ნეღაც რომ მოყვეს უფრო კარგი ხო არ იქნება. არა, მე მგონი სწორი სტრატეგია. ძალიან მომწონს, მე ყველას ერთად გვეცინება. კარგია. 400 ლარი ისევ შეძელი და მოიგე. წინ არის ფინალი 1000 ლარი. ვაგრძელებთ. თუ რა ვიცი, დაგჭა, თუ იქნება, ერთი წამით გადავხედა უცებ. არა, აქამდე იყო ძალიან მაგარი. მე ძალიან ბევრი ვიცინე. შენ გაიხარე შენ. აბა. ესე იგი, ვინც არ რისკავს, არ სვამს, ნაბეღლავსო და გავაგრძელოთ. აი მე, რაღაცა ისე თქვა, რომ ცოტა შემეშთა. აბა, მისვენტები მეგობრებო. აბა, წარმატებები აქვს. 1, 2 და 3. ბობ მარლის იმდენჯერ მოусმინე ნარკოლოგიურ ჯამომიგდო. საქართველოს შობიარობა ისე გაძვირდა, სანამ ბავშვი გააკეთე, მანამდე სესხი უნდა გააკეთო ბანკში. ჩემი მეზობლის გოგო ეპილაციისას ბუნებრივ საშუალებებს იყენებს, ცეცხლსა ხტება ხოლმე. გუში, პოკერში, იმნაირი ბლეფი გავაკეთე, მამაო მახსარებაზე არ დამიჯერა. მაზოხისტმა ძაღლი კოჭლობით მოკლა. ჩემი მეზობლის გოგო სახეზე იმხელაწვერია გახსარება ჩავაბარე. ექსკლუზივებს მონატრებულმა კავკასიის თანამშრომელმა 5 კაცი დაჭრა. ნიჭიერის ფინალის შემდეგ თემოლოლაძემ ზუსტად იცის რაც ჩამოკიდებს ლურსმანზე. სტრიპტიზიორ გოგოს სტოლბა ერია და მეხანძრეებმა გაჭყიდეს. ჩემი მეზობლის გოგოს იმხელაყმა აქ მუხლამდე წყალში დაიხჩო. ქუთაისელმა ნაძვის ხეზე სათამაშოს ნაგურად გრიჟა ჩამოკიდა. რაჭაში მოაზროვნეები იმდენი ხანი ფიქრობდნენ ბროლის მკვერცხები დადო. საქორწილო სახლში იატაკი იმნაირი გამჭირვალე იყო, სიზის პასუხი კიდევ უფრო აშკარა გახდა. არა და ძალიან გამეცნია. ძალიან. არა უშ. დამსახურებული. მე არ ვეთანხმები ამ ორ ადამიანს, როგორ მოითმინეთ ეგეც არ ვიცი, როცა მოსათმენია იქ რო ვერ ითმენთ, ეხლა რა დაგემართათ ვერ გავიქ. მე მინდოდა რომ 1000 ლარი წაგეღო, იყო დამსახურებული 1000 ლარი იქნებოდა. ეხლა ამათ მოусმენ. ეხლა მაინტერესებს რა სიტყვიან ეს. რაო? რა ვიცი, მე ვიტყვი იმას, რომ კი ბატონო, შეიძლება დამსახურებული იქნებოდა 1000 ლარი რომ წაეღო ამ ადამიანს და მე ვისურვებდი რომ მომავალშიც მოვიდეს ძალიან საინტერესო ადამიანი და ნიჭიერი, რა თქმა უნდა. თუმცა მე ვთვლი რომ მე 100 ლარიანზე სიტყვაზე და 200 ლარიანზე უფრო ძალიან მაგარი ხუმრობა მოვისმინე ვიდრე 1000 ლარიანზე. არასწორად იყო გადანაწილებული. 1000 ლარიან ხო, რა ვიცი, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ აქ ბოლო ტურში იყო ცუდი და მაგრამ ჩემი აზრით რა ხან იყო მე-5 წუთი ყველაზე მაგარი ხუმრობები აქ უნდა ეს ცოტა აქ ყველაფერი ისეთ საფეხურებით მიდის წინ რა თქმა უნდა და შესაბამისად ჩვენი ისეთ რა ქვია გაცინება არ გაცინების არა სტრატეგია სწორი ქონდა რომ ნუ თქვა დაიწყო ძლიერი ხუმრობებით რომ შეიძლება სუსტით დაიწყო და არ გაგცინებოდა და არ გადასულიყო თქვა აქამდე 1000 ლარზე აღარ ეთამაშა მაგრამ მაინც აი რაღაცა ცოტა ოდნავ იქნებოდა რა. თორე ხუმრობების წერა რომ შეგიძლია ეგ აშკარაა და უდაოდ ნიჭიერი ადამიანი ხარ. და კი ბატონო, მე ხო გეთანხმები და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. დამსახურებული აპლოდისმენტები გავასწრებთ. კიდევ გელოდებით.